უხეში ჩარევა გვიწევს იქ, სადაც ვერაფრით ვერ ინგრევს. იმ წუთში თუ შეხედავთ ანგრევენ ლომითა და იმით და რომელიც არ გამოდის. ვერ იღებენ. იმ დონეზე არის ცემენტზე დაკრული. ბაზალტი, რომელიც არ უნდა იყოს დიდებულ ტაძარში. პროექტში არც ის წერია, არც ის რომელი უნდა გამოვიყენო და რითი უნდა გავაკეთო, რითიც საშუალება და უფლება საშუალებას მომცემ სამუშაო პროცესში. ის უნდა გამოიყენო დაბალი სიძლიერის ტემპერატურა. ვიბრაცია ჩვენ ვნახეთ, რომ არაფერს არ ვაშავებ და ის პატარა მონაკვეთში. და რითი ნახეთ ეს გაზომეთ რამე? მოდიან ამისთვის, ვინც არიან ვისაცევალება და ნახულობენ, რომ მე იმას ამითი მე არ დავაშავებდი იმ პატარა მონაკვეთს. ეს თუ არ აიყრებოდა, ჩვენ სინამდვილეს და რეალობას ვერ შევისწავლით და ვერ ავნახავდით. რა უნდა ვქნათ, რა უნდა გავაკეთო, როგორ უნდა დავგეგმოთ. ბაზალტის ქვა აქედან სულ უნდა გავიდეს. თლიანი კონსერვაცია და რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია ხდება ეკლესიის. თუ რამე კედელი დაზიანებულია ამ დიდი ქვებისგან. სააგენტოდან მონიტორინგის უფროსი მოდის, სამსახურების უფროსი, ვისაც ევალოს ყველა მოდის. არც მითახმი. ჩამოდიან ხოლმე. ჯერ ახლა დავიწყეთ უკვე ეს ერთ-სამჯერ იყვნენ და. ორი კვირა რაც სამშობლო. ამაზე გაკეთდება კირდუღაბის სტიაშკას უეძახიან მოიხვეწება კირდუღაბით და ზეიდან ისევ კირდუღაბით დაეგება ქართული წყობით ხორვითის ქვა, რომელიც მზადება ხარაგაულში.